კოლეგებო, დღეს პირველად ვადარებ მთავრობის ხდომას განახლებული სამუშაო მაგიდით და ისტორია განახლებული შემადგენლობით. ჩვენ დიდი ხანი გქონდა შედარებით პაუზა, პირველად ესწრებიან მთავრობის ხდომას ჩვენი კოლეგები, ქალბატონი მარიამ ქრივიშვილი, ბატონი გივა მიქანაძე და მათ მინდა უსურვო წარმატებები, პრინციპში უკვე დაიწყეს აქტიურად მუშაობა შესაბამისი მიმართულებებით და უკვე გვაქვს სერიოზული წარმატებები. Რა თქმა უნდა, ეს არის ის ორი სფერო, სადაც განსაკუთრებული გეგმები გვაქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მარიამის ბატონი გივის ხელმძღვანელობით, როგორც ეკონომიკაში, ასევე განათლებაში გვექნება სერიოზული წინსვლა, გვაქვს ამბიციური გეგმები ორივე სფეროში, მათ შორის განათლების ამბიციური რეფორმა გვაქვს დაგეგმილი, არა მხოლოდ უმაღლესი განათლების დონეზე, არამედ ზოგადი განათლების დონეზე გვჭირდება უამრავი ცვლილება და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მუშაობით ამ ყველაფერს წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე, რაც შეეხება ეკონომიკას, გვაქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, თუმცა ამ სწრაფი ტემპის დაჩქარებაც არის შესაძლებელი და იმ გეგმებით, რომლებიც უკვე განვიხილეთ ქალბატონ მარიამთან ერთად, დარწმუნებული ვართ, რომ გვექნება შთამბეჭდავი შედეგები, კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში. მე მინდა მიულოცო ჩვენ სპორტსმენებს გუშინდელი გამარჯვებები, ძალიან წარმატებული დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა პირველ რიგში კალათბურთელებს მიულოცო ისტორიული წარმატება, პირველად ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხდა ჩვენი ეროვნული ნაკრები და მინდა თითოეულ კალათბურთელს და მთლიანად გუნდს, მათ შორის მწვრთნელებს გადაუხადო. მადლობა ამ შთამბეჭდავი წარმატებისთვის, კალათბურთის ფედერაციას მინდა გადაუხადო მადლობა, რა თქმა უნდა, თავდადების და შრომის გარეშე ასეთი შედეგები არ მოდის და სამომავლოდ მინდა უსურვო წარმატებები, მნიშვნელოვანი მატჩები გველის წინ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ თამაშებშიც წარმატება იქნება ჩვენს მხარეს. ასე ფეხბურთელებს მინდა მიულოცო გუშინდელი გამარჯვება, შთამბეჭდავი გამარჯვება და მათაც მინდა წარმატებები უსურვო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. რაც შეეხება კალათბურთელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შედეგი, გვინდა ეს შედეგი აღნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც და ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი შემდეგი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე დავაწესებთ 3 მილიონ ლარს. ანუ უკვე მიღწეული შედეგის 3 მილიონი ლარი და ყოველი შემდეგი გამარჯვებისთვის 3 მილიონი ლარი ასეთი პრემია იქნება დაწესებული. რაც შეეხება სხვა თემებს, ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა თვეც იყო წარმატებული. მთლიანობაში იანვარ-ივლისის ზრდამ შეადგინა 8%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, არ მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. როგორც მოგეხსენებათ, სავალუტო ფონდმა დაახლოებით 1 თვის წინ გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,2%-მდე და ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპები ჩვენ შევძლებთ ამ პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას. დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობაზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ტენდენციები დადებითად აისახება ლარის კურსზე და შესაბამისად დადებითად აისახება სავალუტო რეზერვების შევსებაზე. ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო 7 თვის განმავლობაში 15 თეთრით გამყარდა, რაც არის ბუნებრივია, მყარი ეკონომიკური პოზიციების გამოვლენა და ეროვნულმა ბანკმა მარტ-ივლისში სავალუტო რეზერვები 1,3 მილიარდი დოლარით გაზარდა, რაც არის სარეკორდო მაჩვენებელი. აგვისტოს ჩათვლით სავარაუდოდ არსებული მონაცემების გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი 1,5 მილიარდ დოლარსაც გადააჭარბებს და წლოვანდელ წელს ამ კუთხით დავხურავთ სარეკორდო მაჩვენებლით. მე მინდა მადლობა გადაუხადო კიდევ ერთხელ ვისარგებლოს შემთხვევით და მადლობას გადაუხდი ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს გაწეული სამუშაოსთვის და მნიშვნელოვანი შედეგებისთვის. იმისათვის, რომ ჩვენ დამატებით შევუწყოთ ხელი ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სახსრების მაქსიმალურად ეფექტიანი, რაციონალური გამოყენება და როგორც მოგეხსენებათ, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გასული თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხო სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც მოქმედებს ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ. მთლიანობაში წლიურ ჭრილში დანაზოგმა შეადგინა ეს შეეხება როგორც კი განხორციელებულ, ასევე დაგეგმილ, ახლოს
გვირებში დაგეგმილ ღონისძიებებს ჯამური დანაზოგი შეადგენს 700 მილიონ ლარზე მეც სახელმწიფო საწარმოებია საუბარი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიც განვახორციელებთ. პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო საწარმოს, თითქმის ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი შეიცვალნენ ასევე ამ საწარმოების კურატორები. და ამ ყველაფერმა მოგცა საბოლოო ჯამში ცვლილებების განხორციელების საშუალება კიდევ ერთხელ გაიმერებ წლიურ ჯრილში დანაზოგი აღწევს 700 მილიონ ლარს და მეც. ეს შეეხება ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს, რკინიგზას და სხვა სახელმწიფო საწარმოებს. რკინიგზაზე და სხვა საწარმოებზე მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად. დღეს მინდა შედარებით დეტალურად მოგახსენოთ ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში შეეხება კადრების ოპტიმიზაციას ენერგეტიკის სფეროში. მოქმედი სახელმწიფო საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად ჩვენ მივიღეთ წლიურ ჯრილში 22.6 მილიონი ლარის დანაზოგი, რაც დამეთანხმებით არის შთამბეჭდავის შედეგი. რაც შეეხება სხვა ხარჯების ოპტიმიზაციას, აქ საუბარია ტენდერებზე, მომსახურების ხარჯების შემცირებას და ამ შემდეგ, ამ ნაწილში ჯამურმა დანაზოგმა შეადგინა 358.6 მილიონი ლარი. აქედან ჩანს, რომ სწორი კადრებით და სწორი მიდგომით შესაძლებელია ხარჯეფექტიანობის თვისებრივად გაუმჯობესება. თქვენ წარმოიდგინეთ ეს თანხები, ეს არის წლიურ ჯრილში დანაზოგი, ეს თანხები ჩაბრუნდება ეკონომიკაში, რეალურად მოხმარდება ეკონომიკას, რეალურად მოხმარდება შესაბამის სახელმწიფო საწარმოების რესურსების გაძლიერებას და რამდენად შეუწყობს ეს ყველაფერი ეკონომიკის განვითარებას თავადაც შეგიძლიათ ამაზე იმშალოთ, რა თქმა უნდა, ეს დაზოგილი თანხები მოხმარდება სწორედ იმ პროექტებს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაზე არის ორიენტირებული. სხვა სამინისტროებსაც მინდა შევეხო, როგორც მოგეხსენებათ, რეორგანიზაცია განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და აქაც წლის ჯრილში დაიზოგა ჯამურად 2.651.000 ლარი, რაც არის ასევე შთამბეჭდავის შედეგი მთლიანი სახელმწიფო ფონდის გათვალისწინებით. თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა ასევე რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია და აქ დანაზოგმა შეადგინა 6.463.000 ლარი, აქაც დამეთანხმებით, რომ შთამბეჭდავი შედეგია და არა მხოლოდ არ შეასუსტებს ეს ყველაფერი შესაბამის სამინისტროების საქმიანობას, არამედ პირიქით ეს ოპტიმიზაცია ხელშეუწყობს შესაბამის სამინისტროებს, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესონ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი. ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად ჯამურად დაიზოგა 2 მილიონი ლარი. ასევე თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენი ინიციატივით ყველა სახელმწიფო უწყებაში და სახელმწიფო საწარმოში გაუქმდა რჩევლის ანაზღაურებადი თანამდებობა. ეს თანამდებობა გამოიყენებოდა იმისათვის, რომ კონკრეტულ ადამიანებს და არც თუ მცირე იყო მათი რაოდენობა, მიიღოთ მაღალი ხელფასი მცირე დატვირთვის სანაცვლოდ, რაც არ არის ისაღები პრაქტიკა, შესაბამისად ამ პრაქტიკას ჩვენ უპასუხეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით და მარტო ამ კანონის ამოქმედებამ ჩვენ მოგცა სახელმწიფო უწყებებში, მთლიანობაში და საწარმოებში მრავალი მილიონი ლარის დაზოგვის საშუალება. როდესაც ვსაუბრობ ჩვენ ხარჯების ოპტიმიზაციაზე და ზოგადად მთავრობის საქმიანობის მაქსიმალურ ეფექტიანობაზე, ხაზი უნდა გაისვას კიდევ ერთ საკითხს, ეს არის პირდაპირი ფორმით პრივატიზების საკითხი. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, პრაქტიკულად სრულად ვქვით უარი პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზებაზე და გვინდა რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ კანონის დონეზეც, კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს, შესაბამისად ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინარგა, გამყარდება კანონის დონეზეც. შემდეგ საკითხი, რაც მინდა შევეხო, ეს არის რთველი, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა მეღვინეობის მხარდაჭერას. და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი. სახელმწიფო საწარმო მოსავლის მართვის კომპანია კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ხურძენს ჩაიბარებს არნახევრად.
კაცთასგან კათოლიციზმის სხვა საღვინე ჯიშებს ერთ ლარად და 20 თეთრად, ხოლო არაკონდიციონერ და დაზიანებულ ყურძენს ერთ ლარად, ანუ გაგრძელდება შესაბამისად ის მიდგომა, რომელიც წინა წლების განმავლობაში მოქმედებდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივია მევენახეობის და მეღვინეობის ხარდაჭერისთვის, ზოგადად ჩვენს ქვეყანაში. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250.000 ტონა და იმისათვის, რომ დროულად დაბინავდეს მოსავალი, რთველი საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. მადლობა, მინდა გადავუხადო მინისტრ ბატონ დავით სოღულაშვილს რთველთან დაკავშირებული სამუშაოების სათანადოდ ორგანიზებისთვის. შემდეგ საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ზოგადად, ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული, კორუფცია, ამ მიმართულებითაც, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად შინაგანსაკუთრებთა სამინისტრო ძალიან ეფექტიანად მუშაობს გასული თვეების განმავლობაში. ბოლო 3 თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისმგებაში მიეცა 156 პირი, რეალურად საუბარია მსხვილ ნარკორეალიზატორებზე, რომელთა დაკავება განხორციელდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის დაკავებული იქნა პასუხისმგებაში მიეცა 226 პირი, რაც არის უპრეცედენტო მაჩვენებელი. ჩვენ მქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების კუთხით და რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად და სწორედ ამის გამოხატულება ის სტატისტიკა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ამან გამოიწვია ის, რომ რეალურად ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული, როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 8-ჯერ. ფინანსური ხელმისაწვდომობა კონკრეტულად შეიძლება გაიზომოს, დაახლოებით 8-ჯერ არის შემცირებული ნარკოტიკების ფინანსური ხელმისაწვდომობა, რაც არის ბუნებრივია შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგი, ასევე უპრეცედენტო რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები არის ამოღებული, მათ შორის ჰქონდა კონკრეტული ფაქტი, როდესაც 298 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული, ასევე რამდენიმე დღის წინ ამოღებული იქნა 34,500-ზე მეტი აბი მეთადონი, რაც ასევე უპრეცედენტო რაოდენობა. ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავ დარჩება ბუნებრივია ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ასევე თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ და ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად აიკრძალა თავიდან ბოლომდე ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ და ასევე აიკრძალა ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიწოდება კერძო სუბიექტების მიერ. ჩვენ გვქონდა ეჭვები მასთან დაკავშირებით, რომ ორივე მიმართულებით შესაბამისი პრივილეგია კერძო კომპანიების მიერ გამოიყენებოდა სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერად და ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ მივიღეთ უკვე ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ამის ერთგვარი დასტურია. პრაქტიკულად კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ბუნებრივია ეს ნაბიჯებიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზომას, რომელიც ხელშეუწყობს საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების აღკვეთას. რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულს, ბოლო 3 თვეში ქურთულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისმგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რო ავიღოთ, მაგალითად ჩარჩან იგივე პერიოდში ამ ბრალდებით პასუხისმგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. 2 პირი ჩარჩან იგივე პერიოდში წელს 57 პირი. აქაც გვჭირდებოდა ჩვენ გადამჭრელი ზომების მიღება და ეს სტატისტიკა, რომელიც წარმოგიდგენეს, სწორედ ამის გამოხატულება, ყველა მიმართულებით ჩვენ გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ და ბუნებრივია მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას. ასევე იარაღის დარება. ესეც იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა, ჟარგონზე რო ვთქვათ, მიშებული იყო ეს ყველაფერი. ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდა ადამიანები, ზოგჯერ არასოციალურებიც კი დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს ბუნებრივია და რისკის შემცველია. რაც თავარია, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა, ანუ 384 შემთხვევაში იქნა ამოღებული იარაღი, რომელსაც უკანონოდ ფლობდნენ ან ატარებდნენ შესაბამისი პირები, რა თქმა უნდა, მიმართულებითაც აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. ასევე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის
აღმოსაფრთხოებად, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ბოლო 3 თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში შარშა. ეს სტატისტიკას მეტყველებს იმაზე, რომ ეფექტიანობის ხარისხი არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრად უფრო ეფექტიანად მუშაობს გასული 3 თვის განმავლობაში ყველა მიმართულებით. რაც შეეხება ზოგადად კრიმინოგენულ მდგომარეობას, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენცია, რაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი და ეს არის მთავარი ინდიკატორი ბუნებრივია იმ საქმიანობის, რომელსაც მთავრობა და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. 3%-ით შემცირდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, 30%-ით არის შემცირებული თაღლითობა, 17%-ით არის შემცირებული ყაჩაღობა, 34%-ით არის შემცირებული გამოცალვა. რა თქმა უნდა, ესეც არის იმ კონკრეტული ზომების შედეგი, რომელიც მიღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მიერ. 63%-ს აღემატება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რა თქმა უნდა, ყველა ეს შედეგი არის პოლიციელების გმირობის შედეგი. ჩვენ გვახსოვს კონკრეტული სპეცოპერაციები, იგივე ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თითოეული ეს სპეცოპერაცია გულისხმობს რისკზე წასვლას, სიცოცხლის რისკზე წასვლაც კი და ბუნებრივია, ნებისმიერი ასეთ საქმიანობა არის დაკავშირებული თავდადებასთან, გმირობასთან და თითოეულ პოლიციელს მინდა გადავუხადო მადლობა მათი გმირული დამოკიდებულებისთვის და მათი პატრიოტიზმისთვის. და ასევე განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ჩვენს კოლეგას ბატონ გეკა გელაძეს, სწორედ მისი ხელმძღვანელობით შევძელით ჩვენ ამ მასშტაბური ცვლილებების მიღწევა საზოგადოებრივი საფრთხეების სისტემაში და მას ეკუთვნის ჩვენგან, რა თქმა უნდა, და საზოგადოებისგან განსაკუთრებული მადლობა. მე ასევე მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ. ბატონი გეკა გელაძე აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას და მას დღეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მიენიჭება გენერალ-მაიორის პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს და გესურვებთ სამომავლო წარმატებებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ-მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გესურვოთ სამომავლო საქმიანობაში. რაც შეეხება კიდევ ერთ მიმართულებას, სახელმწიფო საფრთხეების სამსახური, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მამუკა დინარაძის მინდა მივულოცო. სახელმწიფო საფრთხეების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სამართალდამცავი უწყების სინერგიული მუშაობა, ერთხმად საქმის კეთება და ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მამუკა დინარაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო საფრთხეების სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად გაუმჯობესდება. დღეს უპრეცედენტოდ ძლიერია ჩვენი სამართალდამცავი უწყებების ერთობლიობა და ეს არის მნიშვნელოვანი ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, ძალისხმევის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირება, ეს ეხება კიდევ ერთხელ ნარკოტიკებს, ორგანიზებულ დანაშაულს, კორუფციულ დანაშაულს, ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა გვჭირდება მომავალშიც აქტიური მუშაობა, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის აღკვეთაც არის მნიშვნელოვანი და ამ კუთხით ბუნებრივია ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები იქნებიან სრულად კონსოლიდირებული. წარმატებები კიდევ ერთხელ ბატონ მამუკასა, წარმატებები ჩვენ სამართალდამცავ უწყებებს. შემდეგი საკითხი საჯარო სამსახურში გაგრძელდება ხელფასების მატება, როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს ხელფასები იმატებდა 10%-ით და 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები. კიდევ ერთ საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, უკავშირდება შენობების იერსახეს. არასდროს აქტიურად მუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მარიამ ხრიუშვილს, რომელმაც დააჩქარა ეს პროცესი და ძალიან წინ ვართ უკვე წასული, ძალიან მალე ჩვენ დავამტკიცებთ უკვე კონკრეტულ სტანდარტებს, რაც დაკავშირებულია შენობების ფასადების, ღობეების, გადახურვის იერსახესთან, ფასადების შემოღობაც გადახურვაც უნდა იყოს გემოვნებიანი, მოწესრიგებული, უნდა ერგებოდეს ბუნებას, ურბანულ-ქსოვილს, ლანდშაფტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს თუ გადავხედავთ ჩვენს დასახლებებს, ზოგადად ჩვენი ლანდშაფტი არის ძალიან ლამაზი.
თუმცა ხშირად შენობები ხელს არ უწყობს ესთეტიკური თვალსაზრისით ასე ვთქვათ იერსახის გალამაზებას ხელს, ამიტომ შეგვჭირდება კონკრეტული სტანდარტების დადგენა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს არქიტექტურული გემოვნება, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად ჩვენ გვინდა მივიღოთ მომავალში უფრო მოწესრიგებული შენობა-ნაგებობები. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს შარევა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც. აქედან გამომდინარე, მე ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს დასახლების ვიზუალური, ესთეტიკური და იერსახის სხვა მახასიათებლების საერთო პრინციპებით რეგულირება და შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უკვე დასრულების პროცესია ეს სამუშაო და ძალიან მალე ეს სტანდარტები იქნება დადგენილი. როდესაც გაიცემა ახალი ნებართვა, ახალი შენობის აშენების კუთხით ან რეაბილიტაციის კუთხით, ყველა შესაბამისი ნებართვა დაექვემდებარება სწორედ ამ სტანდარტებს და ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად წლიდან წლამდე გაუმჯობესდება ჩვენი დასახლების იერსახე. ეკონომიკის სამინისტრო უკვე თანამშრომლობს შესაბამის პროფესიულ წრეებთან, მუშაობა არის კიდევ ერთხელ უკვე დასკვნით ეტაპზე და საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენთ შედეგებს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უნდა წარმატებით განხორციელდეს. ასევე იგივე ეხება გაზიფიკაციის პროცესს, აქ სტანდარტები გვინდა რომ იყოს დადგენილი, როდესაც გაივლით დასახლეებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოხვდებათ გაზის მილები, რაც იერსახეს ბუნებრივი ამახინჯებს, აქაც გვინდა რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ, რა თქმა უნდა ერთბაშად ყველა გაზის მილის ჩანაცვლება და მიწისქვეშ ჩატანა იქნება რთული და შეუძლებელი, თუმცა გვინდა დავადგინოთ ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც უკვე ახალი სამუშაოები დაექვემდებარება შესაბამის ვიზუალურ სტანდარტს და ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწისქვეშ და არა ზედაპირზე იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ დასახლების იერსახეზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში თითოეული დასახლების იერსახეზე აისახება. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, ეს ეხება უკავშირდება ანაცხოვრებად სტაჟირებას. კურსდამთავრებულებისთვის ჩვენ შარშან საბილოტო რეჟიმში წარმატებით განვახორციელეთ ეს პროექტი და წელს გვაქვს უკვე მეორე წელი გამოცხადდა ანაცხოვრებადი სტაჟირების პროგრამა. მთლიანობაში არის გამოცხადებული 3157 ვაკანსია და ინტერესი არის ძალიან მაღალი, უკვე 18800-ზე მეტ კურსდამთავრებულს აქვს შემოტანილი განაცხადი და დარწმუნებული რომ წელს ეს პროექტი კიდევ უფრო მეტი წარმატებით განხორციელდება. თითოეულ სტაჟიორს მინდა წარმატებები უსურვო. ეს არის ის საკითხები, რასაც მინდოდა დღეს გამომხილებინა ყურადღება, შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე. დიდი მადლობა.